უფრო კარგად რომ ახსნათ, აი რა არის არალეგიტიმური, რა ფასი აქვს არალეგიტიმურად გამოცხადებას, არალეგიტიმურობის და ლეგიტიმურობის საკითხი უფრო კარგად რომ განმარტოთ. მოდი ძალიან მარტივად რომ შავ-თეთრად რომ შევხედოთ ამ თემას და მე სხვადასხვა ფერები შემოვიტანოთ ამ დისკუსიაში. საბოლოო ჯამში ლეგიტიმური არის ის, რომელიც ახერხებს ხალხის ეფექტურ მმართველობას და საზოგადოება ამ ეფექტურ მმართველობას ეგუება. იმიტომ რომ მეორენაირ გაგებას, აი ლეგიტიმაციის იმ გაგებას, რომ არის თუ არა რაღაცა კანონის შესაბამისი, რაღაც წესის შესაბამისი. თუ ჩვენ ამ სტანდარტით ავიღებთ, მაშინ რავი, თამარ მეფე არ არის ლეგიტიმური. მაგალითად. და საერთოდ საქართველოს ბაგრატონთა დინასტიის ისტორია მანდ მთავრდება. იმიტომ რომ ის მერე ქართული მეფეები შეიძლება სოსლანები იყვნენ, ასე რომ შევხედოთ ამ ისტორიას. მაგრამ ასე ხო არ უყურებთ. მე ხო არავის არ უთქვამს, რომ თამარი არ ყოფილა ლეგიტიმური მეფე, ლაშა გიორგი არ ყოფილა ლეგიტიმური მეფე. მე ლეგიტიმაციის პრობლემები პერმანენტულად ფეოდალური მმართველობის დროსაც დგება, სხვადასხვა ფორმით. იქ ზოგჯერ უფროსი ბიჭი უნდა იყოს ტახტის მემკვიდრე, იქ რაღაცა ანდერძით წერია, რომ შენს მერეო შენი ძმა გაამეფეო. ბევრამდე წერია ეს, მათ შორის დიდი მეფეების. გამოდის რომ რაღაცა მის მერე ვინც გამეფდა ამ ანდერძის, ზოგჯერ ამ ანდერძის საწინააღმდეგო იყო, ზოგჯერ იმ მეფეთა წესის საწინააღმდეგო იყო. პირობითად არჩევნებიც, რომლებიც სიტყვას სადღაც ჩატარდა, შეიძლება იყოს რაღაცნაირად კანონის საწინააღმდეგო. მაგალითად პუტჩი 92 წლის დასაწყისის კანონიერი არ ყოფილა. ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა მოხდა. ლეგიტიმური იყო, ახალი მუინც მოვიდა, არ იყო. ტექნიკურად ის ხალხი, რომელიც იძახის, რომ პირველი არჩევნების მერე ის მთავრობა არის დღესაც ლეგიტიმური, ის უზენაესი საბჭო რაც მაშინ იყო და რომელიც არ ცნობს ტექნიკურად შევარდნაძის მთავრობას, არ ცნობდა მაშინაც. მერე სააკაშვილს, იმიტომ რომ ის რაღაცა შევარდნაძის მემკვიდრეობის გაგრძელებაა და არა იმისი. ტექნიკურად ის ხალხი მართალია. მაგრამ აი ამის მიუხედავად ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხო არ იძახის, რომ არ ყოფილა შევარდნაძე ლეგიტიმური, არ ყოფილა მიშა ლეგიტიმური, არ ყოფილა ბიძინა ლეგიტიმური. იმიტომ რომ რაღაცა ისინი იმ წვეტის აღდგენის გარეშე მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც ყოთაც პუტჩით მოხდა. ანუ მარტო ის რომ რაღაც წესში ასე წერია და თუ ეს არ ყოფილა შესრულებული, ესე იგი მას ლეგიტიმაცია არ აქვს და მე მათს მოვექცევი როგორც ისე რომ არ ცნობდნენ მათ არსებობას, ჩემი აზრით სწორი არ არის. სწორი ის არის რომ შენ თუ ფიქრობ რომ რაღაც არალეგიტიმურია, საზოგადოება ამაში დაარწმუნო და ბოლომდე მიიყვანო ხელისუფლების არალეგიტიმაციის საკითხი. რომ საზოგადოება მათ შორის არ აღიაროს ის ლეგიტიმურად და მან ვერ შეძლოს ეფექტური მმართველობა. მე ამ პრიზმიდან უყურებ ამ ისტორიას. ლეგიტიმაციის ხონა არ ხონის საკითხი მდგომარეობს იმაში, შენ რამდენად დაარწმუნებ საზოგადოებას ამაში. მე როდესაც ბატონ პატა ვურჭულაძე მელაპარაკ ამაზე და მითხრა რომ საკუთარი გეგმით ისინი 60%-ს მოსახლეობის აპირებენ რომ ტელეფონით დაურეკონ, მოახდინონ მათი იდენტიფიცირება და მათი ნება საჯაროდ დააფიქსირონ. წარმოიდგინეთ რომ ეს მართლა რო გამოვიდეს, ანუ მე უბრალოდ ვუთხარი ამჯერა რომ ეს გამოვამეთქი, 5% რო გააკეთოთ მეთქი, მაგარი იქნება მეთქი. იმიტომ რომ მინიმუმ სოციოლოგიურ კვლევას დავინახავთ კარგს, აი 5% რო გამოკითხული, თუ კარგად ჩატარდა ეს ფულია დახარჯული, კვალიფიკაციაა გამოყენებული, კარგი სოციოლოგიური კვლევა გვექნება, მაგრამ თუ მათმე თუ თქვენ ეს გამოგივიდათ, რომ 60% ქართული მოსახლეობის გამოვიდა და სახილა გვარი თქვა, რომ მე ამას ვაძლევ ხმას და აღმოჩნდა, რომ 60%-ზე მეტი ოპოზიციონერია. საჯაროდ ნათქვამ. ნუ რა მოგიგია არჩევნები, კი რა აზრი არჩევნებს. მოგიგია უკვე ისედაც მოგიგია. თუ შენ ეს ამ შედეგს მიაღწიე, ოკეი. უბრალოდ მე ამის ამჯერა. თორე იმისთვის რომ შენ ამას მიაღწიო და მე ამის ლეგიტიმაცია წადო და ხალხმა ეს ლეგიტიმაცია მიიღოს და ხოცები გაუშვან და შენ მოგიყვანონ. ზარი ვერავინ ვერ იტყვის რომ ლეგიტიმური არ ახარ. იმიტომ რომ საზოგადოება მასე მიიღო. ამიტომ საბოლოო ჯამში ეს ლეგიტიმაციის საკითხი არის გადის იმაზე, რაში დაარწმუნებს საზოგადოებას და რაში აყვება ლეგიტიმაციის რა გაგებაში აყვება შენეულში.